მერაბ ალექსიძის ქუჩაზე დღეიდან მოქალაქეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, განახლებული საგზაო, საფარი და კომფორტული ტროტუარები მნიშვნელოვნად გაამარტივებს ყოველდღიურ გადაადგილებას, ხოლო უსაფრთხოების ახალი ელემენტები, როგორც ქვეითებისთვის, ისე მძღოლებისთვის დამატებით უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს. იყო კანალიზაციის და ყველა კომუნიკაციის უდიდესი პრობლემა მიწის ქვეშ, რაც იწვევდა კორპუსების ქვემოთ სარდაფში წყლის დატბორვას. მოწესრიგდა ეს თემა და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან სასიხარულო ყველა მაცხოვრებლისთვის. დიდი მადლობა აი ამ ხის ბუჩქების და თითოეული ხის დარგვისთვის. პროექტის ფარგლებში მერაბ ალექსიძის ქუჩაზე 15,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ახალი ასფალტის საფარი და მოიწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტროტუარები. ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა, დაიხაზა ქვეითთა გადასასვლელები და მოიწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული პანდუსები, პარალელურად მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები. იყო ძალიან რთული მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობდა ტროტუარები, მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო ამორტიზირებული. ადგილობრივ საცხოვრებელ კორპუსებს ექმნებოდა უდიდესი პრობლემა, სარდაფები წყლით ივსებოდა. მთლიანად იქნა მოწესრიგებული ყველაფერი. პირველი რაც გაკეთდა, ეს არის მიწისქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. ასევე პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები. მერაბ ალექსიძის ქუჩაზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ურბანული სივრცის ეტაპობრივი განახლების ნაწილია. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამუშაოები 12,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობდა. ყველა საჰაერო კაბელი განთავსებულია მიწის ქვეშ და დამონტაჟდა ახალი თანამედროვე განათება. უნიშნულოვანესი პროექტია და შემდეგ წელს ჩვენ უკვე პარალელურ ქუჩებზე იგივე სამუშაოებს ვაწარმოებთ, რომ მთლიანობაში მოვაწესრიგოთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. პროექტის ღირებულება 2,800,000 ლარია.